მადლობა მოწვევისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე საუბარი. გუშინდელი ღამე სიმართლე რო გითხრათ, ველოდებოდით მსგავს სიტუაციას, იმიტომ რომ ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ადვოკატები მზად ვიყავით ნებისმიერი გამოწვევისთვის. დილიდან მობილიზებულები ვიყავით და როდესაც დაიწყო უკვე დაკავებები, შესაბამისად ჩვენს გავემართეთ იმისაკენ, რომ მოგვეძებნა თითოეული მათგანი, თუმცა მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, მათი პოვნა რამოდენიმე საათი გრძელდებოდა. პოვნის მიუხედავად შემდგომ უკვე როდესაც ვარკვევდით თუ სად იყო სამმართველოებში ადვოკატების შეშვება არ ხდებოდა. მხოლოდ და მხოლოდ შევძელით უკვე როდესაც გადაყვანილი იქნა თითოეული მათგანი იზოლატორში მონახულება და იქ უკვე სიტუაციაში გარკვევა. რა დაგხვდათ, როდესაც თქვენ შეძილით უკვე თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების ნახვის შემდეგ, როგორ მდგომარეობაში არიან ისინი, რა ტიპის ზეწოლა იყო მათზე განხორციელებული, რამდენად მძიმეა დაზიანებები, რომელიც მათ აქვთ მიყენებული და რა პირობებში მიაყენეს? კი ბატონო, ორივეზე ცალ-ცალკე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ორივეს განსხვავებული შემთხვევები აქვს. პირველ რიგში გედეონ კუპრავაზე გესაუბრებით. ორივე მათგანი დააკავეს უშუალოდ თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ორივე მათგანის საერთო მდგომარეობა არის ის, რომ არც ერთის მხრიდან არ ყოფილა შემთხვევა იმისა, თუ რასაც ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლებს, უშუალოდ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას. ასევე ორივე მათგანი აღმოჩენილი იქნა კლინიკაში, კონკრეტულად გინგოროყას კლინიკაში თავდაპირველად. ვერ პოულობდით თავიდან ვერც იზოლატორში და ვერც სამმართველოებში შესაბამისად. აბა ტელემაყურებელს შეგვიძლია უთხრათ, რომ კადრები, რომელსაც ისინი თვალსადევნებენ, ზუსტად იმ ახალგაზრდებზე და ადამიანებზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ, რომლებიც კადრებში ჩანან, როგორ ექცევიან მას, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად, როგორ ცემენ უმოწყალოდ. აი ეს კადრია ზუსტად გედეონის, როდესაც მას ჯგუფი, აი ამ სპეც დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების ასე უმოწყალოდ და სასტიკად სცემს. კი ბატონო, და როდესაც მას ვესაუბრე და განმარტება გამიკეთა თუ რატომ მოხდა ეს, რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან და ისო კითხვა თუ რატომ მოხდა თქვენი დაკავება. მისი განმარტებით აღნიშნა, რომ უბრალოდ იმ მომენტში, როდესაც ვიღაც კონკრეტულ მოქალაქეს აკავებდნენ და მიემართებოდნენ მისკენ, ზუსტად ამ მომენტში წაიქცა იქვე ქალბატონი, რომლის დახმარებას ასtildeობდა, ანუ გარშემო ჯგუფი ვერ ხედავდა ამ ქალბატონს და უბრალოდ ყვიროდა ხმამაღლა, რომ წინ ქალბატონი იყო წაქცეული და მხოლოდ დახმარებას საჭიროებდა და ამ ხმამაღალი ტონის გამო, რომ ის ყვიროდა, ამის გამო მოხდა მისი დაკავება და შემდგომ უკვე კადრებიც გავრცელდა თუ რა ფორმით მოხდა მისი დაკავება, თუმცა მიუხედავად ამისა, გავრცელებული კადრებისა და მათ მიმართ განხორციელებული ქმედებებისა, სამწუხაროდ ამით, რა ვიცი, ჯერჯერობით არც ერთი მოსამართლე არ დაინტერესებულა, მხოლოდ გვიმარტავენ, რომ უნდა მიმართოთ შესაბამის სამსახურს და შესაბამისმა სამსახურმა დაიწყოს გამოძიება, თუმცა დაწყებული გამოძიების მიუხედავად ჯერჯერობით შედეგს ვერ ხედავთ ადვოკატები. ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? ამჟამად ბატონი გედეონი იმყოფება სახლში, მას აღენიშნებოდა თავის ტვინის ტრამვა, კონკრეტულად კი თავის ტვინის შერყევა, აგრეთვე სახის არეში დაზიანებები, კერძოდ ჰქონდა ცხვირი მოტეხილი, ასევე საუბრობენ ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით საჭირო გახდება თუ არა, ხოლო რაც შეეხება ბატონ გურამ კაპანაძეს, ის ჯერჯერობით იმყოფება კლინიკაში, მასაც ასევე აქვს თავის ტვინის შერყევა, აგრეთვე ცხვირის ზგიდის დაზიანება, კერძოდ კი გაბზარული აქვს ცხვირის ზგიდე. Once მადლობა, დაგიბრუნდებით და სანამ ბორის შეკითხვას დაუსვავ, მე უნდა განვაახლო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მსოფლიოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგის და ფილოსოფოსის მამა ანდრია კურაევის არ შემოშვების ფაქტს, ეს შემიძლია უკვე დავადასტურო, რამდენადაც მე მაქვს უკვე ხელთ საბუთი, რომელიც საქართველოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა მას გადაცა, რომელიდანაც ირკვევა გაურკვეველი მიზეზების გამო ყოველგვარი დასაბუთების მიღმა 3 წლით ეკრძალება მას საქართველოში შემოსვლა. საუბარი არის ცნობილ თეოლოგზე, მეცნიერზე, სასულიერო პირზე, მსოფლიოს საპატრიარქოს დიაკონზე, ადამიანი, რომელიც ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობელია
უზარმაზარი საგანმანათლებლო რესურსის მატარებელი ადამიანი არის და ძალიან ბევრი საინტერესო ლექცია ჩაუტარებია საქართველოში, გამოირჩეოდა თავისი კორექტულობით, გამოირჩეოდა თავისი ძალიან მაღალი კულტურით და სამეცნიერო სიღრმით. მას 5 თებერვალს საბაუნის მოწვევით უნივერსიტეტში უნდა ჩაეტარებინა ლექცია. ქართველი მსმენელისთვის ინტერესი იყო ძალიან დიდი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი ხდება, თუმცა ეს არ არის მოულოდნელი იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენ ამ კონკრეტულ მოვლენაზე და ფაქტზე ვსაუბრობთ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რეჟიმს საქართველოში სწორედ რუსეთის ხელისუფლების კარნახი დიდი ალბათობით არ არის რთული ამ კავშირების შედეგების დადგენა. არაერთი ისეთი ადამიანისთვის, ეთნიკურად რუსი ადამიანისთვის შეუშლია ხელი საქართველოში შემოსვლისთვის, როგორც მამა ანდრია კურაევია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე სტუდიიდან თქვენ მოგისმენიათ ინტერვიუ იგივე ვიქტორ შენდეროვიჩის, ცნობილი მწერალის, ტელეწამყვანის, მასაც აღარ მისცეს შესაძლებლობა საქართველოში კიდევ არაერთი ესეთი შემთხვევა იყო, ზოგიერთ შემთხვევაში ხმაურის ატეხის შემდეგ შემოუშვებდნენ რომელიმე ცნობილ ადამიანს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, ჟურნალისტებზე აღარ ვამბობდა, აღარ ვსაუბრობდა, აღარ ვლაპარაკობ. მოკლედ ეს სია, რომელიც აშკარად თბილისის რეჟიმის ამ შემთხვევაში ხელში არის, მოქმედებაში არის მოყვანილი და ალბათ ამის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც რეჟიმის კარნახით საქართველოს სასაზღვრო სამსახურმა მიიღო და ცნობილი თეოლოგი და ფილოსოფოსი მამა ანდრია კურაევი არ შემოუშვა საქართველოში ლექციის წასაკითხად. 3 წლით აეკრძალა მას საქართველოში შემოსვლა, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ 3 წელი მას ნამდვილად არ მოუწევს საქართველოში ლექციის ჩატარებაზე ლოდინი და ის აუცილებლად გვესტუმრება. ბორის, თქვენთვის არის თუ არა მოულოდნელი ასეთი შემთხვევები იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც თუნდაც გუშინ მოხდა, რაც ხდებოდა შემდეგ ღამის განმავლობაში, როცა სამშვიდობო პროტესტის აქციის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩაც დასდევდნენ და სრულიად უწყინარ სიტუაციაში აპატიმრებდნენ და ასე დაკავებული ადამიანები ახლაც არიან საპატიმროებში, მათ შორის შეგვიძლია გიორგი ქადაგიძის შემთხვევაც გავიხსენოთ, რომელიც სანაპიროდან აიყვანეს და სხვა ადამიანებიც და უშუალოდ ბადრე გრიგალაშვილთან დაკავშირებითაც რო გითხრათ თქვენი ინფორმაცია და შეფასება. ზოგადად ის სქემა, როგორც აკავებენ ადამიანებს, თითქმის იდენტურია, მხოლოდ განსხვავდება ის ფიზიკური დაზიანებების ხარისხი, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ. კონკრეტულად ბადრის შემთხვევას რაც შეეხება, ჯერ დაკავების დროს ცემეს, ისიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში აიყვანეს, შემოვარდნილებმა ხელში რომ არავინ არ შერჩათ, ბადრი აიყვანეს და ჯერ დაკავების დროს ცემეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი უკვე დაკავების მანქანაში, როცა ბადრი ექვემდებარებოდა მათ ეფექტურ კონტროლს, მაინც იქ კონკრეტული მითითებით რამოდენიმე პირი ავიდა ამ სამარშრუტო ტაქსში და ფიზიკურად გაუსწორდა იქ დაკავებულ ადამიანებს. შემდეგ უკვე გადასცეს საპატრულო ეკიპაჟს და იქ არკვევდნენ, ვინ უნდა გაფორმებულიყო მის დამკავებლად. ზოგადად ეს სქემა დიდი ხანია მუშაობს, სხვა ადამიანი აკავებს და შემდეგ სხვას აფორმებენ მის დამკავებლად, შემდეგ მიყავთ სასამართლოში და იქ პატრულის თანამშრომლმა ტყუილი უნდა ილაპარაკოს და უნდა თქვას, რომ თითქოს მართლა დაინახა, როგორ იგინებოდა უშველი სიტყვებით ან როგორ უწევდა წინააღმდეგობას. საბოლოოდ მოულოდნელი რა თქმა უნდა არ არის, ძალიან ლოგიკურია. ამ სქემით ადრეც მოქმედებდნენ და ვიცით, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება არასაჯარო ინტერესის დასაცავად, არა იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და წესრიგი იყოს, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გამოვიდეს აქციაზე და რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაბედოს ხმის ამოღება. სწორედ ამას უკავშირდება, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიური ადამიანების დაკავება და მათი ცემა. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ბრუტალურ მეთოდებზე გადავლენ ამისთვის ხავთ საკმარისი ადამიანების რაოდენობა და ამაზე წამსვლელი ადამიანების კი. დღეს რასაც მოусმინეთ, რაც ილაპარაკა მამუკამდინარაძემ, უბრალოდ აი წარმოგიდგენთ, ხვალ რომ მოუნდეთ და თქვენ რომ აი ჯინსის შარვლით არ შეიძლება აქციაზე მისვლა. ან თქვენ რომ ცისფერთვალება ადამიანებს ეკრძალებათ 7 საათის შემდეგ კონკრეტულ საპროტესტო აქციაზე დგომა. ამას ხო ვერავინ ხელს ვერ შეუშლის, ანუ არ არსებობს კონსტიტუცია ან სხვა რაიმე კანონი, რომელიც მათ შეაკავებს აი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს არაფერი, რაც კონკრეტული პირების ძალაუფლებას ზღუდავს, გამოდის რომ დიქტატურაში ცხოვრობთ და დიქტატურაში ცხოვრების დროს უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დიქტატორი ან ამხელა ძალაუფლებით დაჯილდოებული ადამიანების ჯგუფი ყოველთვის ეცდებიან იმას, რომ საკუთარი ძალაუფლება გაიმყარონ და საკუთარი ძალაუფლებას ამგვარი ჯგუფი ყოველთვის იმყარებს სხვა თავისუფალი ადამიანების თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე. შესაბამისად, აი ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს ჩვენ ყველა. გვანცა
მინდა ვთქვა, რომ იმედი შეიძლება გქონდეთ, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, თქო, მე ამის იმედი სამწუხაროდ დიდი ხანი არ მაქვს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სწორედ იმ ტიპის რეჟიმებზე, სადაც ობიექტური გამოძიება რეჟიმის სტრუქტურის მხრიდან წარმოუდგენელია, მაგრამ თქვენ ადვოკატები აკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სამართლებრივად სწორად იყოს უზრუნველყოფილი ეს ყველაფერი, თუნდაც დოკუმენტირებული იყოს მომავლისთვის, როდესაც ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. თქვენ ამ შემთხვევაში ადვოკატი ხართ, მაგრამ ერთი წამი წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად, ამ პროკურორად, როგორ შეაფასებდით ამ თვალით იმას, რაც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ ხდებოდა ბოლო 24 საათის განმავლობაში და ხდება? ერთი შეხედვით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ წინა შემთხვევებზე ერთი თვის წინ დაახლოებით მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს გამოძიება, ასევე ცნობილია დაზარალებულად რამოდენიმე პირიც კი, თუმცა შედეგობრივი თვალსაზრისით ჯერჯერობით რომ ვინმე ამისთვის პასუხისგებაში იყოს მიღწეული, თუნდაც ავიღოთ ის, რომ მხოლოდ სისხლისამართლებრივი დევნა იყოს დაწყებული ვინმეზე, მიუხედავად იმ კადრების კადრებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავდით, ასეთი შემთხვევები არ ყოფილა. დოკუმენტირების საკითხს რაც შეეხება პირობითად სასამართლოს მაგალითი რომ ავიღოთ, ჩვენ თავდაპირველად ადვოკატები, როდესაც საუბრობდით თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე ხდებოდა ამ პირების სასამართლოში წარსდგენა და შემდგომ უკვე მათ მიმართ შესაბამისი სახდელის გამოყენება, ეს მტკიცებულება მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმე იყო, მეტი აბსოლუტურად განსხვავებული აქ არაფერი არ ხდებოდა. როდესაც მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმზე გქონდა საუბარი, შემდგომ უკვე ადვოკატებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რატომ არ არის ვიდეო. როდესაც ამაზე გავამახვილეთ ყურადღება, ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოც დაურთო საქმეებს. და როდესაც ვიდეოს დაურთო საქმეებს და ჩვენ უკვე კითხვა დავსვით თუ ვიდეოა საქმეში და რატომ არ არის დათვალიერების ოქმი, ამის შემდეგ წამოვიდა უკვე დათვალიერების ოქმებიც. ოღონდ ეს დათვალიერების ოქმები არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, ხო? ერთადერთი საკითხი, ერთადერთი თემა, რომელიც დათვალიერების ოქმს განიხილავს და იცნობს, ეს არის სისხლის სამართალი და მინდა გითხრათ, რომ ამ სტატუსის და ზოგადად ამ სამართალდარღვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს საქმეები უნდა განიხილებოდეს სისხლის სამართლის სფეროდან გამომდინარე და შესაბამისად მისი მუხლები უნდა გავრცელდეს. ამიტომ დათვალიერების საკითხშიც მისი მუხლები უნდა გავრცელდეს და ეს საკითხი არ არის რეგულირებული და შესაბამისად ვერ ადგენენ ისე ოქმებს, როგორც საჭიროა. ნედა მარტო ოქმები იყოს ამ შემთხვევაში პრობლემა. ჩემი კითხვა უფრო იმაში მდგომარეობდა, თქვენ რო წარმოიდგინოთ საკუთარი თავი გარკვეული პერიოდის შემდეგ პროკურორად. სახალხო საზოგადოებრივი პროკურორები არის ხო ესეთი სტატუსი, ეს უბრალოდ სახელისთვის არ მეთქო, საზოგადოებრივი პროკურორი, რომელიც ირჩევა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებით და იძიებს ამ ტიპის დარღვევებს, რომელიც სისტემას ან რეჟიმს ჰქონდა ჩადენილი. ის ხალხი, რომელიც ახლა თქვენი, ასე ვთქვათ, ოპონენტი არის, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც დღისით, მზისით ადამიანებს უსწორდებიან, ასე დაუნდობლად იყენებენ რა თავიანთ სტატუსს, თავიანთ ხელშეუხებლობას და ეგრეთ წოდებულ ლეგიტიმურ ძალას, რომელიც გადაიქცა ძალმომრეობად, რა ტიპის საჯელს იმსახურებენ და დაიმსახურებენ თქვენი აზრით, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ იმ შემართებით, რასაც ხედავ თქვენი და თქვენი თანატოლი ახალგაზრდა, არ გეწყინებათ ამ სიტყვას რომ გეტყვით, გოგოების განსაკუთრებით და მათ შორის ახალგაზრდა ბიჭების, აი ადვოკატების შემართებით, რა 24 საათი დაუღლელად მე არ ვიცი თქვენ რა ენერგია ყოფნით, ან რა мотиваცია გამოძრავებთ ასეთი რომ ამას ყველაფერს იტანთ ფიზიკურადაც მათ შორის და ვერ წარმომიდგენთ გენია აი ეს ხალხი რომელიც იქით არის ახლა ხო პროკურორები იგივე თქვენი თანატოლები დარწმუნებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იურის გამომძიებლები და ასე შემდეგ რომლებიც დარწმუნებული ვარ რომ ზოგი თქვენი ჯგუფელი იყო ზოგი თქვენი კურსელი იყო და ასე შემდეგ აკეთებენ კი არა არ აკეთებენ არაფერს იმისთვის რომ ქვეყანაში დიქტატურა არ დამყარდეს ну, უნდა გააკეთონ ყოველ შემთხვევაში და აუცილებლად უნდა იქნეს ეს თითოეული შემთხვევა გამოძიებული მით უმეტეს რომ ყველგან ყველაფერი ჩანს ყველგან ყველა ვიდეოში ჩანს ვისი მხრიდან ვის მიმართ მოხდა ეს ყველაფერი და შესაბამისად სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული და სათანადოდ უნდა იქნეს შესაბამის პასუხისგებაში მიცემული იმიტომ რომ ეს საქმეები და ეს შემთხვევები არ არის მხოლოდ ეროვნულ დონეზე ამას აქვს თავისი გავრცელება და თავისი განვითარება უკვე საერთაშორისო დონეზე ეს საქმეები თავისი პროცედურებიდან გამომდინარე შემდგომ შესაძლოა მივიდეს
გადაიდეს უკვე სტრასბურგის სასამართლომდე და იქ მოხდეს იმაზე დავა, რაც რეალურად დღეს ხდება. რაც არ განახორციელა სახელმწიფო. მადლობა გვანცა, მაინც ადვოკატის ჩარჩოში დარჩით, მიუხედავად ჩემი მცდელობისა და ბორისს კი ადვოკატი, მაგრამ უფრო მეტად პოლიტიკოსია ამ შემთხვევაში. ამით მინდა ვისარგებლო და კითხოთ. მე შესავალში ვთქვი კიდეც, რომ გუშინდელი დღე ერთის მხრივ ძალიან დამაიმედებელი არის წინააღმდეგობის, მოძრაობის, მუხტის, შემართების, თავდადების გათვალისწინებით, რა პრელუდიაც მას წინ უძღოდა, მიუხედავად ამ დაშინების პოლიტიკისა, მიუხედავად სისხლის სამართლებრივი დევნის დაანონსებისა, ამდენი 1000 ადამიანი რომ მივიდა, მაინც იქ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან მართლა ბოლომდე იბრძოლონ. მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, როგორც სისხლიანად მიყვება, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, არა მარტო უხეში ძალის მეშვეობით, ეს რეჟიმი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზას. როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში საზოგადოების და მათ შორის ოპოზიციის პასუხი ამაზე, რა რესურსები არის ასამუშავებელი იმისთვის, რომ ეს უხეში ძალა შეკავდეს და მოითოგოს. გამოძიებაზე გეტყვით მანამდე ორ სიტყვას. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ზოგადად ამ სისტემაში ვინც არის ახლა ჩართული და ვინც მუშაობს, ყველა ცუდი ადამიანია და მათგან არავის არ უნდა რომ ეს სამართლიანობა მიღწეული იყოს. უბრალოდ სისტემა ისეა მოწყობილი, მართლა რო აღმოჩნდეს იქ ადამიანი, რომელსაც უნდა სიმართლის პოვნა და დამნაშავის დასჯა, ფიზიკურად ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ მასზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული და რომც გააკეთოს და თავის სტრუქტურაში ყველაფერი მოაგვაროს, მე ჩვენ საქმე გვექნება სასამართლოსთან, რომელიც უკვე კლანის ხელშია და კლანი რა თქმა უნდა დაქვემდებარებულია ჩვენს მთავრობაზე. პროტესტ რაც შეეხება, ეს არის პოლიტიკური პროცესი, თუმცა არ არის პარტიული პროცესი და არის ბუნებრივი. ამას აქვს თავისი მინუსები, თუმცა ჩემი აზრით აქვს უფრო მეტი პლუსი. მე მესმის, რომ სამხედრო რაღაცა გასამხედროებული თვალსაზრისით ბევრად კარგი და ეფექტური იქნებოდა ლიდერი რო ყავდეს ამ მცირე ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ხალხის ამხელა მასის მართვა და მისი ეფექტური კონტროლი, თუმცა ეს ასე არ არის. ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა ჩემი აზრით ამ ბუნებრივ პროცესს დაამახინჯებს და გახდის უფრო ცუდს, ასე რომ რა უნდა გააკეთდეს, მაგას ჩემი აზრით ხალხის რეაქციებით გავიგებთ იმით, რასაც გააკეთებს იქ შეკრებილი ადამიანები, მათ შორის ჩვენც იქ ვართ და მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას იმ ნებისმიერ აქტივობაში, რომელსაც ეს ხალხი დაგეგმავს. რაც არის ხოლმე სპონტანური და მაგალითად როცა ამბობენ, რომ ვიღაც ორგანიზატორებია, შემდეგ ამოუქეკავენ თითო პოსტს და აბრალებენ, რომ აი თურმე ვიღაც ორგანიზატორია. სინამდვილეში ეს პოსტი არის უბრალოდ ინიციატივა, ამგვარი ინიციატივა შეიძლება გაჟღერდეს დღეში 10, მაგრამ მე ადამიანები თავად ირჩევენ რა უნდა გაკეთდეს ერთობლივი ძალებით. დანარჩენს რაც შეეხება ის რაოდენობა რო დავითვალოთ, წარმოიდგინეთ სრულად რო გავაქროთ ყველა ადამიანი 10000 კაცი რო იყოს, 1000 ადამიანი რო იყოს, ერთი ადამიანი რო დავტოვოთ, იმ ერთ ადამიანში რამხელა ბრძოლაა, რამხელა სიმამაცეა, რამხელა შიშის ნაკლებობაა და რამხელა ჟინია მართლა იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის საწადელს. ახლა ქართული ოცნების წევრები ამას კი არ დაიჯერებენ და მათი მომხრეები, მათ ხო ჯერათ რომ იქ ვიღაცები ფულის გამო დადიან, თუმცა სინამდვილეში იქ მიდიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ეს ქვეყანა უნდა შეიცვალოს და ზუსტად იციან, როგორ უნდა შეიცვალოს. თავისუფლება უნდა და მინიმუმ ახლა გაცხადებული რაც არის, ეს არის ჩვენი წინაპრების ისტორიული ოცნების ახდენა უნდა თუ სწორედ ეს მაძლევს იმედს და მათ შორის გუშინდელი დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ ამ ქვეყანაში წინააღმდეგობა არ შეწყდება.